საუბრობ. თავიანთი პოზიცია გულახდილად უთხრათ, რაღაცები დავიწყებული იქნას. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია ასე ჰქვია კრებულს, რომლის პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ანთოლოგიაში 20 თანამედროვე ქართული ავტორის ნაწარმოებების თარგმანები შევიდა. გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, დავით დეპი, ანა კორძაია სამადაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ზაალ სამადაშვილი და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზე ახლა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთშიც წაიკითხავენ. ხვალკი თბილისში უკვე მე-14 წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, რომელიც 4 დღე გაგრძელდება. როგორც უამრავ მაღაზიაში გაიყიდება უამრავ ქვეყანაში, ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს და დაგითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის პატივია, სიხარულია და არასოდეს მეგონა რომ ჩემი წვიმს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდებოდა გადასარევია. დღეს მოხდა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადადგმა ერთმანეთის შესახვედრად, კულტურის ხიდზე გადასვლა, რომ ჩვენ ვიყოთ სრულფასოვანი ამაყი წევრები იმ დიდი ოჯახისა, სადაც ვიმსახურებით ყოველთვის ყოფნას, მაგრამ საბჭოთა კავშირის გამო და კონკრეტულად რუსეთის გამო ჩვენ ვიყავით სულ დაჩრდილული რუსეთიდან. ეხლა ვართ ესენი ქართველები.